რა არის? ზაფხულში არ ვიკარგებით. მალე დავუბრუნდებით ახალი საზაფხულო ვლოგებით. გვიყურეთ და თვალი გვადევნეთ. ზაფხულის ვლოგები. ანუ გადაწყვიტეს მთელი ზაფხული ნახვებ მოაგროვონ? უნდა გავარკვიო რას აპირებენ. მგონი ჩვენი გაზეთისთვისაც ზაფხულში საინტერესო მასალა იგეგმება. უნდა მოვხდე იქ მათზე ადრე და სტატია ჩვენს ბლოგერებზე უფრო ადრე დავწერო. ნატაშკა, შეგიძლია დამეხმარო? რა თქმა უნდა, რა მოხდა? მინდა ემილიას და მის მეგობრებს სიურპრიზი გაუკეთო. შეგიძლია ისე სრულად შეუმჩნელად კითხო, სად და როდის აპირებენ საზაფხულო ვლოგის გადაღებას. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ, მაგრამ რა სიურპრიზია? ჯერ საიდუმლოა. გამარჯობა, გადაწყვიტე შემომევლო, მომენატრეთ. აი ეს დამცხვარი და ეჩემა გამოაცხო. ძალიან კარგი ხელი აქვს. მადლობა, შემოდი ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. Facebook-ზე პოსტი ვნახე. ზაფხულში ახალი ვლოგები გექნებათ? კი, ვფიქრობთ გადავიღოთ. მე შეისწავლოსხავ. სად აპირებთ გადაღებას? ჯერ ვფიქრობ, ბიჭებთან და გოგოებთან ადგილი ჯერ არ გაგვენხილავს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩაქვში ოაზისი მომწონს. სხვა აკვაპარკი, აი, ძალიან ლამაზი ტერიტორია, ზაფხულში დასასვენებლად იდეალურია. და როდის აპირებთ? ალბათ ერთ კვირაში. რა სამწუხაროა, რომ თქვენთან ერთად ვერ წამოვალ. მე ოჯახთან ერთად მივდივარ დასვენებლად. კარგ დასვენებას გისურვებთ. აუცილებლად ვუყურებთ თქვენ ვლოგებს. უცნაურია. გამარჯობა. Привет. ნატაშკას სტუმრად იყო? ხო, მოულოდნელად მოვიდა, თქვა რომ Facebook-ის პოსტში ნახე ჩვენი ამბავი საზაფხულო ვლოგების შესახებ. მე კითხებოდა სად მივდივართ და როდის. მე ვუთხარი რაც ნახე ყველაზე მეტად ოაზისი მომეწონა. და სულ ეს იყო? მე უცებ გაახსენდა რომ ეჩქარებოდა, კარგი დასვენება გვისურვა და გაიქცა. დანარჩენი შენ თვითონაც ნახე. უცნაურია. ცოტა კი. საერთოდ კი სხვა საქმის გამო მოვედი. ემილი, სიმართლე მითხარი, რა ხდება შენ თავს? ანუ რაღაცნაირი გახდი, სულ რაღაცას მალავ, ტელეფონსაც კი მალავ, ტუალეტშიც თან გაგაქვს. და მე კიდე ეს შეხვედრა ამასთან. მოიცა, შეხვედრის შესახებ საიდან იცი? დაგინახეთ. უფრო სწორად ყველამ დაგინახეთ. ბიჭებთან ერთად შემთხვევით პარკში დაგინახეთ. შორიდან ისე ჩანდა თითქოს ორი საუკეთესო მეგობარი, შვიდად საუბრობდით და ღიმილით ვცუცვლიდით ერთმანეთს.
ღიმილებს? რაზე ლაპარაკობდით არის მონდა ბიჭებმა იფიქრეს რომ რაღაცას გვიმალავდე. აი საიდან წამოვიდეს ისტორიები მუღალატე მეგობარზე. მართლა შეგძლოთ გიფიქრეთ რომ მე თქვენ გიღალატებდით? მე არა. სიმართლე რომ გითხრა, როცა ადამიანი რაღაცას მაოს 1000 ეჭვი მომხდის თავში. კარგი, მართალი ხარ. თავიდან უნდა მომეყოლა ყველაფერი. კარგი, მოგიყვები ყველაფერს. მოკლედ, ანამ და მე გადამთხოვა შეხვედრა რა. წარმოგიდგენია, რომ ვერ ვიცნოთ. არ ვიცი, მაგრამ რომ მოვა და ეგრევე გარეპოს საერთოდ არ მომიკვირდება. აი მოდის. რა უახარ, bro, მაგრა გამოიყურებ. bro, რამეს ხარ გაგვირება? მოიცა, კაიბიც მოგცემ. Yo. აუ, მიდი, რა ხელოდები? Yo. მაშინ თავიდანვე რატომ არ გითხრა ყველაფერი? იმიტომ რომ ჯერ მე თვითონ მინდოდა გამერკვია ყველაფერი, რას აპირებდა. მე შინოდა ილიაზე რომ იტყო და რამეს ყველას თვალწინ და მე ყველა ამას დაიწყებდა ლაპარაკს. მაგას საიდან მოსწონდა? ეგნი ხომ ნათესავები არიან. ვიფიქრე იქნები იმ უხერხულის შემთხვევის შესახებ ცოდნოდა. დარწმუნებული ვარ, ილიამ რაც მოისმინა, ეგრევე დააუწყდა და არავის არაფერს მოუყვებოდა. მოიცა. რა? ნატაშკა. უცნაური არ არის რომ სწორედ მაშინ მოვიდა, როცა Facebook-ის პოსტში ვლოგების შესახებ დაწერა. ვფიქრობ, ანამ სთხოვა რომ გაეგო ყველაფერი? მაშინ გამოდის უკვე იცის ჩვენი გეგმების შესახებ. შეიძლება. თუმცა არ მგონი ანა ჩვენ დაზიანებას ცდილობდეს. ჩემი აზრით უბრალოდ თავისი გაზეთის გამო ძალიან ნერვიულობს. ეშინია რომ ყველა ჩვენ გვიყურებს და მისი გაზეთი ყველას დაუწყდება. ის ხომ ჩვენ სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგოა. შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ მე მაინც არ მომდუმდებოდი. ყველაფერი უნდა მოუყვე ბიჭებს. რა თქმა უნდა. მეტი არანაირი საიდუმლო. ნიკას მონაყოლიდან მეგონა რომ ჯაშუშო ორგანიზაციაში გადაგიბირეს. ძალიან სასაცილოა. მოდი საქმეზე გადავიდეთ. რა იდეები გვაქვს ლოკაციასთან დაკავშირებით? ამას გთავაზობთ უზარმაზარი ტერიტორია, სხვა საექრევე, აკვაპარკიც, აუზით და კინოთეატრიც კი აქვთ. ვაუ, რა ლამაზია. მან რა მაგარი ჩელენჯების გადაღება შეიძლება? და რა მაგარი მზის ჩასვლებია. უკვე წარმომედგენია როგორ შეგვაწუხებენ გოგოები, ფოტოები გადაგვიხეთო Instagram-ისთვის. რა იყოლა და რე? როდის ვწხოვეს ჩვენ ფოტოების გადაღება? ახლა მე უნდა დავაწესოთ ლიმიტი თუ რამდენი TikTok-ის ვიდეოს და ცეკვის გადაღება შეიძლება. მოიცოდეთ. იქ საერთოდ ბურგერები არის? აჰო, ფოტოების გადაღება შეიძლება თვითონ მობეზდეთ. სამჯერად იკვება შვედური მაგი და ის შეკვეთა შეიძლება? არის. მე თანახმოვარ, მოვდივარ. გპირდები იქ მშიერი ნამდვილად არ დარჩები. კარგი. მოვალეობებზე გადავიდეთ. ჩემზე იყოს ჩელენჯების, იდეების და ვიდეოების გადაღება. მე ვიღებ ტერიტორიის ლამას კადრებს და მზის ჩასვლას. მე დაგეხმარებით ვლოგების წაყვანაში და დავწერს ის ყველაფერი რაც უნდა წავიღოთ.
მაშინ მე ვიქნები პასუხისმგებელი რესტორნის საჭმლის მიმოხილვის და დეგუსტაციაზე. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ყველაზე საპასუხისმგებლო. კარგი, გნიშნოთ მთავარ დეგუსტატორად. არის. გადაწყდა ერთგვარი ჩვენ საზაფხულო თავგადასავალი იწყება. მაგარი ბიტი მაქვს, მიდი რა გარემე. ეს ვინა მთელ დღეს დამძდოს გარეპევ. გამანებ. არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი